გაუმარჯოს დღემშვიდობის ხალხო. ისიც მოგესალმათ. ეხლა უნდა განახოთ საათი. 3 საათი. ეხა ვალაგე. აქამდე არ აყიოდა. გოკისავით არის რამდენჯერაც ტელეფონს ავიღებ ხელში, შეიძლება მაშინ დაიწყოს. ეხლა თქვენის ნებად დაბლა რომ დავიჭრე ხო შეიძლება. პანჯარასთან გრილად. ვაი თუ ჩამოგივარდი შესაწყალო შედა გაკივლებ მათ კარგად. აი მე სად მიდიხართ? აი ესე ფეხს დაგადგავთ. როგორ ახლა ცა ესე უნდა იყოს. ზოლში. რა ფერი ხართ? რა შვებით? როგორ ახართ? დავიგვიანე ვიცი. ნუ გამლანძღავს, ნუ გამთათხავთ. ეხლა ვეგეტყვით რა დავიგვიანე. მოგიყვებით. მოკლედ გუშინდელიდან ბიძინას სარიცხი მაქვს, ძევლად აყვანილი. ყავს, აქვს. გუში შევყავთ ასაცმელი, საღამოთი. 50. ნინო, ერთი წამიმოდი რა. ვეღარ ამდგები. ხო შეძლებ რომ ეს პანჯარა დახურო. აბა უკრიდან თუ გახვალ რომ არ ამოვირქო ეგა. თორე საყვირის. ნიშადური არა მაქვს. სპირტი არ გიშველის. რაც წყალი არ მოშველის. ნუ მოიქავებ 2 წუთი. რა მაგარია ყოღურო არ აღკვეს. ამას ადამბლავებენ. სისხლზე არ არის ეგ ბარბარის ჩემი სისხლი აქვს, მაგრამ მაგასაც აუბედურებენ. არ უკმედია რა. ან უკმედია და ვერ ვიგებ რა ვიცი. მე არ მაწუხებს ყოველ შემთხვევაში. ხო და ერთი სიტყვით. ახალი ტელეფონით ვიღებ, რომელშიც ისევ შავი მასალა მაქვს ბანკეტის და მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ გადავწელო, რომ არ ვიცი, არ გაეჭედოს მოკლედ ტელეფონს. ხო და შევყარე, ანუ დილით ჩემები დავრეცხე რაღაცები და საღამოს შევყარე სარეცხი რა 50 წუთიანზე, რომ დიდად ისეთი არაფერი, უბრალოდ მტვერი რომ გასცლოდ. სადღაც 10 წუთი აკლია რა, ველოდები მორჩეს, მეთქე მე აბანოში შევიდე და გაჩერდა ეს. ნანიმ დამძე ხო მორჩაო. შევედი და იმაზე აწერია ხოლმე end. რორჩება რა, ბევრ საწყის მანქანაზე აწერია ალბათ თქვენიცაზე. თან მუსიკა. არა და დაბლა ვიყავი და გამიკვირდა რომ ანუ მუსიკას გრძელი მუსიკა არა, რაღაცა წამიერი მუსიკა აქვს ხოლმე, რითიც ვიგებ, საკმაოდ ხმამაღალი. გამიკვირდა როგორ გამომეპარა მეთქი. შევედი, არ აწერია end. აწერია E07. ეგ რო ვიყიდე სადღაც ერთ თვეში თუ წელიწად ნახევარია მოკლედ მაქვს საწყის მანქანა. ის რომ გაფუჭებულიყო რაღაცა გამორიცხულია, თან მართლა ვული და რა ვიცი. ხო და რაღაცა მაშინაც ტვინს რაღაცა მოუვიდა უღონდ, ეგ მოუვიდა დენის ცვალებადობის გამო. და იმის მერე ვცდილობ ხოლმე საღამოთი იმ პერიოდში ცუდი დენი იყო ხოლმე, ეხა აღარ. ეხა თუ გვაქვს დენი გვაქვს. როცა გვაქვს. დაბალი მაღალი არის. ხო და მაშინაც რაღაცა მსგავსი ოღონდ მაშინ კოდი არ მახსოვს რა ეწერა, მაგრამ ის კოდი რომ დავგუგლე იყო წყლის შეტანის პრობლემა. და E07 ან E7 ნიშნავს ფილტრის პრობლემას, ანუ წყალი ვერ გააქვს. ვისაც ეგეთ კოდებს დაგიწერთ ხოლმე ხალხო, არ დაპანიკდეთ, შეიძლება თქვენვე გააკეთოთ. ხო და რადგან ის პირველი ის მივხვდი რაც იყო, როგორც იყო და რაღაცა მოკლედ, ნუ ვისაუბრეთ. მაცივარს გამოვაძრე მაშინ ის რო აქვს ხო იცი სტაბილიზატორი ვით თუ რაღაცა და ის შევაერთე და თან ცუდი რა აქვს იცი კარს არ გეხსნის 2 საუკუნე რო გამორთა კარს არ გაგეხსნის სანამ პროგრამა არ დაასრულა ის ძველი კიდე რაც მქონდა წყალი რო ბოლომდე სავსე ხონდა შეგეძლო გამოგეღო გიღებდა და ეს არ გიხსნის ხო და ის რო შევაერთეთ ანუ აზრზე მოვიდა დენი იყო და ანუ პრობლემა მორჩა
ვიფიქრე რაღაცა ეგეთი ეთყობა ან ძაბვა დავარდა რაღაცა შევაერთე არაფერი, გამოვთე არაფერი. ჩაჯიბიც მივწერე, მე კაი ხანის კონსულტაცია ქონდა, მოკლედ ფილტრიო ისო. სინამდვილეში ფილტრში იყო კბილის ჩხირი. პომპა როა დაბლა სანამ წყალში შეიტანს. დაბლა როა კრა გამოსაღები და ისა წკაპი. და რაღაცა მისინი ეკეთა ის ბუსუსები რო აქვს რა, ადიელებს, რაღაცებს, ანუ სარეცხის ის. პრობლემა ვიპოვე მეთქი. გამოვიხე შევარდი იგივე. ჩაჯიბიც უთხარი რომ მე უთხარი გავაუსუფთავე შენი ეს სინამდვილეში აი რაღაც ძალიან ეტაპობრივად ხსნის სულ ყველაფერს გეუბნევ რაღაცა ბევრჯერ გამოვიყენე რა კაი. ადრე გამოშტერებული იყო გამოგონებიდან მალევე. ეხა ისევ ეტყობა რაღაცა განაახლეს რაღაც ანუ კარგად პასუხობს. ხო და მოკლედ ამანაც მითხავ რა ჩემი ზურგიშვილის რა დაგიმალო და ეხა ხელოსანი გჭირდება. მე ისიც დამაიმედა რომ მოდიო გამორთეო და დატოვეო მთელი ღამეო რა და იქნება ტვინიო ანუ რადგან ფილტრიო გაასუფთავო შეიძლება ტვინიო ჯერ ვერ მიხვდაო რომ ყველაფერი წესრიგშიაო და იგივეს იმიტომ გიწერს და ამიტომ ცოტა ხანიო გათიშეო და დაელოდეო რა რაღაც ცოტა ხანი მთელი ღამე გავთიში. დილით ჩავთე იმ იმედით რომ ჩაირთვება და არაფერი. ანუ იცი რა შეშობოდა პატარა ეკრანი აქვს სადაც ციფრები წერია და აი ესე მონაცვლეობით ზემოდან ქვემოთ ხაზები ინთებოდა ესე როგორც აი ეს აღაწონა თურე. ხო და ნუ მივხვდი რომ გამორთვამაც არ უშველა. გარანტია არ ვიცი აქვს თუ არა კიდე. ნუ ეგეთ საბუთებს მე არ ავყრი. მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ ერთი წელი იქნებოდა და ეგეთი წელი გასული, იმიტომ რომ შაშან წინ ვიყიდე დეკემბერში, ნოემბერში ეგე. მაინც მოვძებნიდი, მაგრამ მე ეჭვებოდა რა და თან რა სიტუაცია, ანუ მაგისი დრო იყო ახლა, ხო ხდებით. დავჭიქი ხა ვფიქრობ რა ვქნა, ნუ დავწერდი ხა მარტყოფის ჯგუფში დავწერო ხელოსანი რაღაცა, მაგრამ მოდი მეთქება, მაინც კიდე გადავამოწმებ ინტერნეტში, თქო და ჩავწერე გორენიეს სარეცხის მანქანის კოდები რა, ანუ გორენიე მაქვს, იმიტომ რომ გორენიე საკმაოდ კაი სახმარია სოფელში, ან დენისთვის, ან წყლისთვის, მარილიანწუს, ანუ მუშაა რა. ხო და აკრიფე რა მაინც მეთქება, იქნება რაღაცა ვქნა. და ამოვაგდო ესეთი რაღაცა გორენიეს ონლაინ მენეჯერი და ტელეფონის ნომერი რა. მეთქება WhatsApp-ის. აკრიფე რაღაცა მაინც ვწდი მეთქი და WhatsApp-ში მივწერე რომ გამარჯობა, ესა და ეს პრობლემა მაქვს და შეგიძლიათ დამეხმაროთ. აი, იცი როგორ მიწერე? საერთოდ იმედი როგორ აი, რა ვიცი, როს ცადე რა, მოდი აბა მივწერო რაღაც. მერთო წამის მიასეთში მიპასუხა კაცმა. ეხავ საქმეზე ვარო, 20 წუთში მოგწერო, ხმოვანი. ანუ მუშაობს ხალხო ეგეთი რაღაცეები, ონლაინ კონსულტაცია და რაღაც ნუ სხვა კონსულტაციაზე ნუ წახვარ. მართლა. ვაიმე დაგელოდები მე უთხარი. 20 წუთში არც იყო გასული, მოვიდა ხმოვანი. აბა რო ამეხსნა, დეტალურად მივწერე როგორ ავქენი რა, მოკლედ და ნუ ამ კაცმა მითხრა რომ ხმოვანებს მიგზავნდა რა. აქა და აქ ეს შეიძლება ფილტრშია რაღაცა, ან პომპი და რაღაც მოკლედ ამოატრიალეთო ან გაისაქენთო, გადაწიეთოდნო მანქანაო, რომ ვისაც გინახავთ ახლა ძალიან საჭიროა ახლა ეგეთი ინფორმაცია რა. ბარაბნიდან გამოდის შავი, როგორც აი გოფრირებული მას ეძახიან რეზინის მილი, რომელიც უერთდება იმ პომპას და პომპიდან უკვე ჩვეულებრივი. აი მანდაო რაღაცა იქნება უეჭველიო რა. თუ არც დამწვრისუნიო, არც ისო, ჯერ ეგ უნდა ისაქნათო რა. რომ გამორიცხოთო ტვინის და უკვე რო ხელოსანი სჭირდება. ხო და მეთქი მე არა, მაგრამ ჩემს მეუღლეს მეთქი ეგეთი რაღაცების შეუძლია და რო ვცადოთ მეთქი ჩვენ პრობლემა ხო არ იქნება, ხო არ გავაფუჭებთ მეთქი რა და არაო ძალიან ადვილია თუ ესმისო ეგეთი რაღაცები, გამომიგზავნა ხმოვანი რა უნდა გაეკეთებინა.
ესა და ეს გადაწიეთ, ესა და ეს მოხსენით, მე ეს. რა შემოთქო ვიცი, კაი. გამოვათ, ყველაზე მთავარი არის ის არიცხი შიგანი. ანუ ვერ იღებს არიცხს. იმიტომ რომ კარებს არ გიღებს. რომ მანქანას გონია რომ ჯერ რეცხავს 24 საათიან. და წყალი თითქმის გასული იყო, მაგრამ ბოლომდე არ ქონდა გასული. მოხსენით ის გადმოიღვარა ბარაბნიდან წყალი, რაღაცა ფილტრი, სუდავშალეთ როგორ პომპაც მოხსენით, გადავატრიალეთ, გადმოვატეთ, არაფერი. მილის სრულიად ის გასასვლელი მილის სრულიად სუფთა, ანუ უკვე ნერვები მეშლებოდა, რომ ვერ ვიპოვეთ ვერაფერი. თანამ კაცს ავწერ, რომ ანუ სისუფთავი არაფერია. ხო და ყველას სასაცილო რა იყეცი, ეს რაც გითხეს ეს გოფრირებული მილნა, რომელიც ბაკიმიდან გამოდის ბარაბნიდან უერთდება პომპას, არის მსხვილი რა და ამაში ვიპოვეთ ბურთი, აი იცი რა ზომის ბურთი? პინგ-პონგის არა, მეორე, დიდი, ჩვეულებრივი ესეთ დიდი ბურთი, ლაშა გამოიღო. ანუ ვიპოვეო რა. იფიქრა. მეც ვიფიქრე, რომ ვიპოვეთ ის ბურთია გაჭედილი შიგ. ამხელა. და მე ის ვიფიქრე, კაცო, ამხელა ბურთს შანსი არ არის. ბევრი შეიტანოს, რომ კაცმა თქვა, ცხვირსახოძიო, ნასკიო, ეგეთ რაღაცების ჩათრევა და იცისო რა, ხშირი შემთხვევა ძალიან ეეკო და რაღაცა იქნება არ არსებობს. ეს ბურთი მიჭირა და ვუყურე, კაი შეიტანა, საიდან შეიტანა მანამდე ეს ბურთი შანსი არ არის, იქვე შეიტანა და მე დავასკოინთ, რომ ეს ამისია. ისევ ჩავდეთ და გადავუღე სურათი და კაცს ვეუბნე, რომ ეს არა, კაცო, მაგათო დანებით დავისიო. ან გრამის არ მივწერე, რომ ვიპოვე ბურთი გაჭედილი. ხო და ნუ ვერ ვიპოვეთ ვერაფერი. პომპა უჭირავ ხელში პატარა ბზრიალა ტრიალებს შიგნით რა, რომელიც წყალს ისვრის მაღლა. არის ესეთი მატორი, ერთი შემავალი და ერთი გამავალი ისა აქ პატარა. აი ესეთი მილი, რაზეც უკვე შლანგი უკეთდება და უღრის წყალს საბანოში. ხალხონო. ხო ვატრიალთ არაფერი, ეტყობა რაღაც მომენტში იყო და ამ მილში ზუსტად იგივე დიამეტრის, რაც 20 თეთრიანია და 20 თეთრიანია შიგნით. ისე რომ წვეთი წყალი არ გამოვა. და ისე გამიხარდა. ამ კაცს გადავუღე, ანუ 20 თეთრიანი მიდევდა ბურთი ხელში გადავუღე, სულაც ჩაუგდე, მე ვთხარ ეს არა, ეგ ბურთი მაგისია, მაგრამ 20 თეთრიანი ზედ მეტია ნამდვილად და აი, რაც მე მაგ კაცს მადლობა უხადე. მადლობა მეთქი ძალიან დიდი, იმიტომ რომ რო არა ეხლა მართლა ხელოსანს გამოვიძახებდით, ხელოსანის სოფელში არ არის, სანამ მარტყოფში ამოვიდოდა ცალკე გზის ფული, ცალკე ხელობის ფული და ანუ არაფერი. იგივე პრობლემა რო შექმნეს, მე ხვალ შემიძლია ლაშა რო არ იყოს, მე გავაკეთო. ხო და მივხვდით რომ რაღაცა იგის იყო და ამ წამოვაყენთ, ხო იცი, მომაკვდავს რომ წამოვაყენთ, ლაშა მეთქო სანამ შევდგავთო ისე საკმაოდ დიდი მასა არის ჩემი მანქანა და შუაში გამოვათრიეთ რა, შუაში ვაკეთებთ ამ ყველაფერს და სანამ შემოდიაბავ, ნახო და კარებსო თუ გაგვიხსნისო რა, თუ იმას იწავსო და ჩავთეში, რაც იმ მანქანა მაგულოცა სად იყავთ, რამდენი ხანია გაჭედილი მააქესაო და მე კიდე ნინოზე ვბრაზობდი, იმიტომ რომ არ არსებობს ნინოს შარვალი ან ერთი ცუდი თვისება მაქვს და ალბათ ეს მაგალითად გავუმადგება, რომ მე არ ვნახულობ ჯიბებს. ბევრჯერ შემიყრია ისეთი რაღაცა, ერთხელ ნინოს ნათლობის ფული იყო შემოდელი. ლაშას ჯიბეში ედო და შევყავდა, ასე იყვნენ მომწყდრები 100 ლარიანები. არაფერი არ მოვიდა, კავაში გავაპიტკიდებ შვენილად. ხო და იმ დროიდან არ ვიცი რომ ვნახო. სალფეტკია, კბილის ჭხირია, ხურდებია, რა ვიცი რა და სულ იმას აქვს, ნინოს აქვს მე ჯიბეში თან, რომ შეუვარდე. ხო და მე არ ვამბობ რომ გუშინ და იმ, ნუ იყო ჩარჩენილი და რაღაც მომენტში გაჭედა რა. ხო და ეხა მაგალითად გამომადგება ის, რომ სანამ შევყრი ყველაფერი ვნახო. იმიტომ რომ არ არის ცუდი მანქანა, არც ძველი ნაყიდი, 2 წელი არ არის რაც მაქვს. და ეხა მაგის დრო იყო, ხელოსანის საკმაოდ ძვირებს რა და ერთს მართლა ამ კაცმა გადაგმარჩვინა ბევრ რაღაცას. გაიხარე მეთქი მე ვთხარი, რომ დაგჭირდეთ, იცოდეთ, ჩაწერეთ რაღაცა, იცი როგორ არის?
ცალკე აგორენი ეს ცალკე Samsung-ის რა, ყველა სეყოლება არ არსებობს ონლაინის, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს დასჭირვებია და ბევრს გამოდგომი. მართლა ის კაცი რო არა, რავი, ეხა ის არის ხისებში თუნდა იყოს. სასაცილო რა არის, ხვალე მჭირდებაო ბიძი ნამობს სამუშაოს საცელია და როგორც კიდე ისე მეუთხარი ბიძი და შენ ის არის ცხის ბრალია. ეხა არ დაგჭირდა ხელოსანი, მაგრამ მაინც გადაიხადენით. ასე რომ გაიღვიძე ჩემ მანქანამ ხალხმა. გადავრჩი ხელოსნის ფულის რაღაცის რაღაცას. აი ეგრე. წავედი ახლა. დაგემშვიდობებთ მომავალ ვიდეომდე, არ მინდა დიდი ვიდეო გამოვიდეს, იმიტომ რომ არ გამიჭედოს ტელეფონმა და ახლა ვეცდები რომ კლიპის უბრალოდ ბოლო ზარის კი არა და ბანკეტის ვიდეოს შევუდგე და იქნებ გავაკეთო. მე მინდა კიდე ერთი ვიდეოს ჩაწერა, აი მე რომ მიყვარს ხოლმე ისეთი ვიდეო უნდა ჩაწერო. აი არ გეწყინოს მაგრამ რო არის ხოლმე, ხო იცი კომენტარი, ეგ ვიდეო უნდა ჩაწერო. ერთი სულიერი შეიძლება მიხვდეს უკვე რომ რაზეც ვწერ და ვიზეც ვწერ. მაგრამ მაინც არ გეწყინოს, მაგრამ უნდა ჩავწერო. წავედი. მოკლედ ჩემი გორენი ეს საეცხის მანქანა ჯანმრთელად არის, ისევ სხვათა შორის სომეხი კაცი იყო და ამ სახელი არ მიკითხია, მაგრამ მოკლედ სომეხი კაცის წყალობით რა. და თუ დაგჭირდათ, მითხარით ტელეფონში მაქვს ნომერი, რამე რომ დამჭირდეს, ახლა ვიცი ვისაც უნდა მივმართო. ასე რომ პრობლემა იოქ. სანამ დაპანიკდებით, ინტერნეტში მოძებნეთ ხოლმე ბევრი რაღაცას მიადგებით. ბევრ რაღაცას თქვენით გაარკვევთ. აი ეგრე. წავედი. რა გაგავზივარ? კაი ადგილი ყოფილა, ესა გრილა. აბა ჰე.